მოგესალმებით, ჩემო კარგებო. და მე გავაკეთებ დღეს პრობლემურ ურთიერთობაზე გაშლას. სათაურით შერიგდებით? ნახოთ. გავაკეთოთ დაპაუზებულ პრობლემურ ურთიერთობაზე. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. ფარული იყო ურთიერთობა, რამაც გამოიწვია პრობლემები. ან რაღაც იყო დაფარული თქვენს ურთიერთობაში. მამაკაცი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო, ან დროებით აღარ არის, ან ხართ ერთად, მაგრამ პრობლემურია ურთიერთობა. ეს მამაკაცი არის საკმაოდ წარმატებული თავის საქმეში, ლიდერული თვისებებით. შეიძლება ცოტა ეჭვიანიც, ან ამ მამაკაცისთვის თქვენ ხართ ფარული პარტნიორი, ან რაღაცას გიმალავდათ და ამან გამოიწვია თქვენ შორის კონფლიქტი. ან თქვენზე ეჭვიანობდა ეს მამაკაცი, რის შედეგადაც მოხდა ის, რაც მოხდა. ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, ნამდვილად აქ შეჩერებულ და აპაუზებულ ურთიერთობას ვხედავ, სადაც კომუნიკაციაც ინტერნეტითაც კი არ გაქვთ, არც ტელეფონით. ეს ადამიანი შეიძლება ცოლიანი იყო და ძალიან ბევრი ცვლილებები მოხდა თქვენს ურთიერთობაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ისე აღარაფერი აღარ იქნება, როგორც იყო ადრე. საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა ურთიერთობამ. შეიძლება თქვენ ფარული ადამიანი ხართ და ამ ადამიანს ყავს მეუღლე და ერთ-ერთი მიზეზი თქვენი კონფლიქტის არის ეს, რომ ადამიანმა ვერ გააკეთა არჩევანი თქვენს შორის. როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა? მინდა გითხრათ, რომ ეს კარმული ურთიერთობა, საოცარი მიზიდულობა გაქვთ, მიჯაჭვულობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთადაც ვერ ხართ და უერთმანეთოდაც არ შეგიძლიათ. ორივე თქვენგანს აქვს ლოდინის რეჟიმი ჩართული. ორივე თქვენგანი ელოდება მეორესგან გადმოდგას ნაბიჯი. საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ ორივეს და საკმაოდ დაძაბულები ხართ. არც ერთი თქვენგანი არ არის ამ ურთიერთობაში გამარჯვებული.
არც ერთი თქვენგანი არ გრძნობს ცალ-ცალკე თავს კარგად. რაღაც მომენტში ამ ადამიანისთვის თქვენ მიუღწევალ ოცნებად ხართ ქცეული. რას გრძნობს ეს ადამიანი განშორებისას, თქვენთან განშორების კონფლიქტის შემდეგ თქვენზე რას გრძნობს თქვენს ძალიან დიდი დეფიციტი აქვს თქვენი ამ ადამიანს და შეიძლება ამასთან დაკავშირებით იმდენად უენერგიოდ იყოს, რომ ურესურსოდ იყოს და ფინანსური კრიზისიც კი ჰქონდეს ამჟამად და ახლა და ამჟამად ის დაკავებული იყოს ფინანსების მოძიებაზე და ეძებდეს თქვენთან მოსასვლელ გზებს. რას ფიქრობს? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იცავთ ამ ურთიერთობისგან და მისგან თავს. ასე ფიქრობს. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? ცოტა ხანი კიდევ იჯდება აი ესეთ სევდიან განწყობაზე, ამ წუთას ამ ადამიანს არაფერი არ აღელვებს, მაგრამ შემდეგ ცოტა ეგოისტურად ეს ადამიანი დაიწყებს თავის თავზე ფიქრს, რომ უთქვენოდ არ შეუძლია. ამ ადამიანს შეიძლება წინაღობა აქვს და თქვენთან ვერ მოდის, რაღაც აჩერებს, შეიძლება ეს იყოს შვილი, მე როგორც გითხარით, შეიძლება ამ ადამიანს ყავდეს მეუღლე და ოჯახი და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს შვილი, რაც არაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენთან სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდეს. რა უშლის ხელს ამ ადამიანს? დიახ, მეგობრებო, ნამდვილად არის აქ ან უშლის ხელს ის, რომ ძალიან მერყევი ხასიათი აქვს და ვერ ჩამოყალიბდა თქვენთან მიმართებაში რასურს, ან ნამდვილად ბავშვის თემა უშლის ხელს, რომ განაგრძოს თქვენთან ურთიერთობა. ან ხომ არ იყო მესამე პირზე ეჭვიანობა მისგან და ხომ არ იფიქრა, რომ თქვენ ყავთ სხვა ადამიანი, სხვა არჩევანი გაქვთ და ის ამაზე ეჭვიანობს და ამის გამოა გულნადგენი. აქ ბევრი მიყურებთ და ყველამ თქვენი აიღოთ მინდა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ენერგია ტრიალებს. როგორ წარიმართება და განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა? მეგობრებო, თქვენ ახლა მენტალურ გალიაში ხართ, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აღარ არის გზა ერთმანეთისკენ, გზა უკვე აღარ არის, რაღაცნაირად ფიქრობთ, რომ თქვენ გზაზე ხართ წასულები, თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ მიიღეთ იმ ადამიანისგან ის, რასაც იმსახურებდით, თქვენ რასაც იღებდით ამ ადამიანისთვის, უკან ვერ იღებდით იგივეს და ამიტომ მოხდა ეს გაყრა თქვენი. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან შესარიგებლად? ეს ადამიანი ამბობს, რომ დაიღალა ამ ყველაფრით. შეიძლება ამ ადამიანს პრობლემები ჰქონდეს
როგორც გითხარით წეღან ფინანსური, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მონატრება აქვს თქვენს მიმართ, მგონია, რომ ამ ადამიანს ხელს უშლის ქორწინება, ოფიციალური ქორწინება, ან დოკუმენტებთან აქვს რაღაც პრობლემა ამ ადამიანს და რაღაც არ ვიცი, აი ასეთი ჩანს, რომ რაღაც ოფიციალური მესამე მხარე უშლის ხელს. შეიძლება ეს იყოს დოკუმენტები, შეიძლება იყოს ვერ იღებდეს ვიზას და იყოს უცხო ქვეყანაში, ნუ არ ვიცი, ან ოჯახი. თქვენ რას გირჩევთ, ტარო? მოდი ვნახოთ. თქვენ რას გირჩევთ, ტარო, ამ შემთხვევაში? თუ ეს ადამიანი თუ მოგეცემათ თქვენ არჩევანი და ეს ადამიანი გამოვა კომუნიკაციაზე თქვენთან, აქაც ტარო გეუბნებათ, რომ დაფიქრდეთ და ცივი გონებით, გულით არა მეგობრებო, ცივი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება. რეალურად ამ ადამიანს რეალურად აი ამ ადამიანმა არ იცის რა გააკეთოს, ძალიან დაბნეულია და ის თქვენგან თუ თვითონ გათმოდგავს თქვენს მიმართ ნაბიჯს, ის საპასუხოს დაელოდება და თქვენ თუ რეალურად გსურთ ამ ადამიანთან აღდგეს და შედგეს თქვენი შერიგება, მაშინ მოგიწევთ, რომ თქვენს საპასუხო ნაბიჯი გადადგათ მისკენ. და კიდევ ერთი რჩევა, რას გირჩევთ, ტარო? მეგმართო ჩემო. ნუ აი ამ შემთხვევაში თქვენ ვერაფერს ვერ გირჩევთ, ტარო, იმიტომ რომ თქვენ არც ის არ იღებს აქ გადაწყვეტილებას. ეშმაკის არკანი, ნუ ძალიან ბევრი რამ გაქვთ თქვენ დასამუშავებელი კიდევ ამ ურთიერთობაში. ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გაქვთ. როგორც გითხარით, არც ერთს არ შეგიძლიათ უერთმანეთოდ ყოფნა. და მიუხედავად იმის, რომ ეს ურთიერთობა ტკივილს გაყენებთ, მაინც იტყვით ამ ურთიერთობისკენ ორივე და აქ მოგიწევთ დაამუშაოთ თქვენი კარმა, გააკეთოთ ღრმა ანალიზი და ყველაფერი კარგად იქნება. აი ამ შემთხვევაში თქვენ გამოხვალთ აი დეპრესიული მდგომარეობიდან და უკვე გადახვალთ თასების დედოფალში, რაც მოგვრით თვითკმაყოფილებას, ბედნიერების სისავსის შეგრძნებას. მე კი საუკეთესო სურვილებით ბედნიერებას და ჰარმონიულ ცხოვრებას გისურვებთ. გემშვიდობებით და ველი თქვენს კომენტარებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. დროებით.